სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დღეს დილით საკუთარ მანქანაში სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული. პროკურატურა აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე ნახეს. თემასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა სუსმაც. უწყების თანახმად პირველადი ვერსიით სახეზეა თვითმკვლელობა. ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან ღირსეული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი ინფორმაციით, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. რაც ვიცით, თანამშრომლებისგან ის სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი. გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ავტომობილის გვერდითა სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის ის პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. ამ კომენტარიდან მალევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. სუსის თანახმად, გარდაცვლილი ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი სიმონ წაქაძეა, რომელიც უწყებაში 2015 წლიდან მუშაობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან სპეკულაციური განცხადებები ვრცელდება, რაც მამუკა მდინარაძის უწყების თქმით მიუღებელია. სუსის შენობასთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი კადრები თავდაპირველად სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ამის შემდეგ კი ადგილზე ჟურნალისტები მივიდნენ. მათ შორის იყო ფორმულას კორესპონდენტი ნანო ჩაკვეტაძე, რომელსაც სამართალდამცავებმა პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს. გადაღებული კადრები წაუშალეს და დაკავებით დაემუქრნენ, თუმცა მობილურის დაბრუნების შემდგომ ჟურნალისტმა კადრების აღდგენა შეძლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.